our gas. Put your service to the test. Tie a napkin round your neck, Cherion will provide your rest. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. უყურეთ ყოველ კვირას საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე. გადაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთი გამოცდილების შესახებ გვიზიარებენ. ხოლო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის მომღერალი მორის ნელაძე. Be our guest, be our guest. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, რომელიც ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწმეთ დრო. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. რომელი ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა? ვინ აღმოაჩინა თქვენში ეს ნიჭი და ხო არ გახსოვთ აქვე პირველი სიმღერა, რაც იმღერეთ, ან თქვენ ოჯახს ხო არ ახსოვს და გადმოცემით ხო არ იცით? ფინალური იქნება, როგორც ყველა ამბობს, რომ ბავშვობიდან, ანუ რეალურად ასე იყო და რაც მახსოვს, ვიყავი მგონი 5 წლის, ბაბუას საავტორო საღამო იყო რაღაც ბაბუა ჩემის მიმართ მიზმული და აი კონცერტზე ვიმღერ, კონკრეტულად სიმღერა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მეორე, ეს იყო მგონი თენდება. ხო. და ეგეც რაღაც 5-6 წლის ასაკში. ანუ საკმაოდ ადრეული კი. ნამდვილად საკმაოდ ადრე არის. მუსიკალური განათლების შესახებ რომ მოგვიყვეთ თქვენი? მარადწონე სტუდენტი ვიყავი. ანუ იქ გამომდინარე იქიდან რომ მუსიკალური სასწავლებელი, ანუ მუსიკალური სკოლაში ვიწლედი, მუსიკალური სასწავლებელი, ოღონდ ფლეიტის განხრით მაქვს დამთავრებული და მე უკვე იყო თეატრალური და სამხატვრო, ასე რომ მუსიკას რაც შეეხება ორი, ხო. ძალიან საინტერესოა და ყველას ვეკითხები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს, აი რომ არა მუსიკა, რა იქნებოდა თქვენი სფერო? იქნებოდა ზუსტად ვიცი, ანუ სამედიცინო სფერო, მინდოდა ყოფილიყავი ექიმი, ყოველთვის მინდოდა, ყოველთვის მინდოდა, ანუ ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, სწავლობდი, ვემზადებოდი, ნივთებს, აი ბავშვობიდან მოყოლებდი, ინტერს ვაგროვებდი. აი რაც რო თამაშობენ ბავშვები, მე ყოველთვის ვიყავი რაღაც ექიმის ამბავში და არასოდეს როგორც მომღერალი არ წარმომიდგინე. საბოლოოდ მუსიკამ გადაწონა თუ როგორ მოხდა? საბოლოოდ მუსიკამ გადაწონა იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ძლიერი ვიყავი ჰუმანიტარულ საგნებში. არა ტექნიკურ, ცოტა ზარმაცით, ბევრი რამე, ხელოვნებაში უფრო თბილად და კომფორტულად აღმოჩნდი და ამიტომ დავანებდი თავი. საინტერესოა. უცნაური პასუხია სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველასგან თითქმის მესმის, რომ აი სხვა სფერო არ წარმომიდგენია ამაში. მე ნახე, მით უმეტეს მე დავამთავრე თეატრალური, ანუ მუსიკალური თეატრის მსახიობი. შესაბამისად გინდა არ გინდა გაქვს, აი ყოველთვის ვცდილობ რომ წარმოვიდგინო საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში და რაც ხო. ასე ბავშვობიდან ეგ. ბევრი მუსიკალური პროექტის გამარჯვებული ხართ და მონაწილე. მონაწილე. და აი ამ გამოცდილების შესახებ რა გითხრათ? ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდით მაინც? ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, ანუ ეს იყო ჯეოსტარი. იდეალური პლატფორმა, დამწყები თუ უკვე შემდგარი მომღერლისთვის, არა აქვს მნიშვნელობა, ჯერ იყო პირველი, ანუ არ იყო ამდენი პროექტები იმ პერიოდში. ცნობადობა, გამოცდილება, ყველაფერი მომცა. დიდი სცენა, რომელზეც გიოცნობიათ, რომ გინდათ რომ იმღეროთ. თუ არის ეგეთი? ნუ ალბათ საქართველოში არ იქნება, იმიტომ რომ მოიარეთ ეს ყველაფერი. საქართველოში რაც იყო ძალიან მალევე გამართლება ქვია, რაც ვახსენე პროექტი, პირდაპირ ეგრევე გარდა იმისა, რომ ამ ხელამეგა შოუ იყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ამიტომ ამაზე დიდი სცენა ჩვენთან ყოველ შემთხვევაში არა. მე ამის გარდა რომ ეხლა რაღაც კონკრეტულ რომელიმე სცენაზე მემღერა, აი ხა მივდივართ 22-ში, 30-ში. მარია კალას სახელობის თეატრში, ანუ ამ სცენაზე სიმღერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია და ნუ არც არასდროს მიფიქრია ამაზე. რომელიმე მომღერალი არის თუ არა, ვისთან ერთადაც ისურვებდი სიმღერას? მე საერთოდ დავაკვირდი, ფიქრობდი ხოლმე, ყავს თუ არა კუმირი მომღერალი, ანუ რეალურად ესე ვერ მოვიძია, მაგრამ არის მომღერალი, რა თქმა უნდა, ვისთანაც ძალიან დიდი სიამოვნებით იმღერებდი. ჯოშ გრუბანთან. საყვარელი კომპოზიტორი თუ გყავთ, ქართველი და უცხოელი? რომელი?
ჩვენ ქართულ რეალობაში ძალიან გათამამებულები ვართ უამრავი კარგი კომპოზიტორი. შესაბამისად, ეხლა ეს პროცესი, რასაც გავდივართ აზარაშვილი, ცაბაძე, ამ ყველა კონცერტში რო ებულობ მონაწილეებზე, გამოყო გამორიცხული ამბავი აქვს. ფაქტის სახეზეა, რომ უდიდესი ბედნიერებით და სიამოვნებით ვარ ჩართული ამ კონცერტებში, რითვისაც ძალიან მადლიერი ვარ. რომელიმე ინსტრუმენტზე თუ უკრავთ და რომელზე? სამოყვარულო დონეზე, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ არ მიყვარს გადაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ დავამთავრე ფლეიტის განხრით. სასწავლებელი. თქვა რომ უკრავ, ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ შემიძლია გამოვიყენო თუ დამჭირდა საჭიროების შემთხვევაში და ფორტეპიანოზე ცოტა. და სურვილი თუ გაქვთ რომელიმე ვისწავლო? მოვიტყუები არა. ანუ ეს ორი ჩემთვის საკმარისია. იმდენად ანახე ისეთ ასაკში ვიარე ამ ყველაფერზე. ხოთი აი თქვენ ახსენეთ ბაბუა, ხუთი ასაკში იმღერად ბაბუასთან ერთად და აი ოჯახის როლზე რო გითხრათ მუსიკის სფეროში. სულ რო არ მდომებოდა ეს სფერო, ანუ ესე რომ ვთქვათ, დაწყებული გენოფონდით დამთავრდა, აი მოკლედ ვთქვათ, ბაბუა იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. მამა ასევე ქუთაისის და ბათუმშიც ფლეიტისტი, ორკესტრის მსახიობი, მამი და ორკესტრის მევიოლინე, დედა გუნდის მსახიობი, ანუ ოჯახში არავინ ყველაფერი კეთდებოდა ღიღინით ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, ძალიან დიდი როლი კი, მაგრამ ესე რომ ვინმეს ეთქვა რომ იცი რა შენ აუცილებლად მუსიკოსი უნდა გამოყვიდე, არა, უფრო ჩემი გავლენა რა თქმა უნდა იქონია, მაგრამ უფრო ჩემი არჩევანია. ეხლა რასაც ხედავ, გინდა არ გინდა მიყვებ. სხვადასხვის ოჯახში მეც მაქვს ეს რაღაცა თითქმის ყველა მღერის, მაგრამ სამწუხაროდ მე არ გამოვყო ეს ნიჭი და სამაგიეროდ უამრავი ბევრი სხვა ნიჭი გაქვს, რასაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში უკვე ძალიან დიდი წარმატებით ანხორციელებ და ჩემი დიდი კომპლიმენტი შენამას. მადლობა ძალიან დიდი. მაგრამ ნუ ეს მართლა დიდი სურვილით მექნებოდა სიმღერის ნიჭი. აი ეს ენერგეტიკა ეხლა რაც ჟურნალისტსა და რესპონდენტ შორის არის. მაგ ამის გამოცდილება საკმაოდ დიდი და ეს კომფორტი რაც შეიძლება რესპონდენტ შეუქმნა, იშვიათია. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ჟურნალისტები ვერ ახერხებენ ამას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო. მინდა რომ ძალიან წარმატებული გნახო და გხედავდე და ესეც იქნება. ძალიან დიდი ასევე ასე. ეხლა ცოტა ეხა გადავუხვიოთ თემას. აი მორისი როგორც მეგობარი ამაზე გითხარი. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მორისი როგორც მეგობარი, მინდა რომ მეც მყავდეს ზუსტად ეგეთი მეგობარი. ანუ როგორ მეგობარიც არის მორისი, უსურვებდი საკუთარ თავს. ნუ შემიძლია ვთქვა რომ მყავს, მაგრამ მაინც. ეხლა ცოტა გავშალოთ როგორი არის მორისი მეგობრობაში, აი როგორი ხარ? ერთგული ასეთი. ხო, ეგ ძალიან საბაზისო ამბავია, თუმცა ჩემთვის მეგობრობა არის ფლად უპირობოს ვერ ვიტყვი, ანუ გააჩნია, ეხლა შეიძლება მეგობრად ითვლებოდეს ადამიანი შენთვის, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ ყველაფერში არ წაყვე. და ეს არ არის მეგობრობა, რომ არ როგორიც ახარ ისეთი მიგიღო, მაგრამ მზად ვარ, აი რეალურად 24/7-ზე, მორალურად, ფიზიკურად, ყველანაირი დახმარებისთვის, შემიძლია ყველაფერი გადავდო და დაუდგე ჩემს მეგობარს გვერდით, როცა ჭირდება. ძალიან კარგია. საჭიროა. აი ყურადღება, ელემენტარული ყურადღება, რაც ავსებს და რაც ქმნის რეალურად მეგობრობა არ არის მარტო შეიძლება 24/7-ზე ადამიანთან ერთად იყო, მაგრამ რეალურად არც იყოს შენი მეგობარი, მაგრამ გეგონოს რომ შენი მეგობარი. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც ვერ ნახულობ ესეთი დიდი სიხშირით, მაგრამ იქიდან გრძელდება, სადაც გავჩერდით. ესეც არის. გააჩნია რა კავშირი გაქვს. კი. სულით და გულით აი ამ ერთი პატარა კითხვით გავიგეთ როგორი ადამიანიც ხარ ფაქტობრივად. მორისი და ბათუმი ამის შესახებ გითხარით და წარმოგიდგენიათ თუ არა დიდი ხნით ჩამოშორდეთ ამ ქალაქს სხვაგანი ცხოვროთ. მორისი და ბათუმი ეგ არის კიდე ცალკე ამბავი, იმიტომ რომ მე ვიყავი 12 წელს როცა გადმოვედი ბათუმში საცხოვრებლად. იმდენად ჩემია ეს ქალაქი რომ არც კი მახსენდება ცუდად ჟღერს, ძალიან მიყვარს დაბადებული ვარ ქუთაისში, რა თქმა უნდა, მე 5 კლასამდე იქ ცხოვრობდი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვიცხოვრე აქ.
ბევრი შესაძლებლობა მქონდა რომ მიცხოვრა სხვაგან და ჯერჯერობით მივხვდი რომ თუნდაც თბილისშიც ვერ გავძერლი საცხოვრებლად, სტუდენტობას დავამთავრე და გამოვიქეცი აქ. სულ სხვანაირად ვარ, არ ვიცი. აქ ცოცხლად გრძნობ თავს და გრძნობ რომ ცოცხლობ. კი არ ვარსებობ ცოცხლად. ხო, აი ეგეთ მეგობრები, მე ძალიან სოციალურია და მიყვარს. მეგობრები, ეს ქუჩები, თუნდაც ელემენტარული გასეირნება. ეს ყველაფერი მე ამით ვიკვებები და ამიტომ ამ ქალაქის გარეშე ცოტა ძალიან გამიჭირდება თუ ოდესმე დამჭირდა. იმის თქმა მინდა რომ ზედმეტადაც მიყვარს. ძალიან მიყვარს ეს კითხვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა რესპონდენტი პასუხობს, ახასიათებს ბათუმს და ყველასგან მესმის, რაღაცა საოცარი დახასიათება და ბათუმს შეუძლია. ეს ჯადოსნური დამოკიდებულება, რომ არის ორი, არ ნახე როგორი თემა. ან მიგიღებს, ან არა. და ეს მიგიღებს, ხო, აი იშვიათია, მაგრამ შევიდა ბათუმის იშვიათია კი, მაგრამ ნუ არსებობს ეგეთი მომენტებიც. დამწყებ მომღერლებს რას ურჩევ? ძალიან საინტერესოა. ნახე, ბათუმი არის განებივრებული კარგი მომღერლებით. ახალგაზრდა თაობაც, ანუ რეალურად ნახე, ძალიან შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ვერავინ ამაში ვერ შემეწინააღმდეგება, რომ თუ ვინმე აქედან მიდის ან კონკურსზე, ან სადმე ყოველწლიურად ან გამორჩეული ტემბრის მქონე მომღერლები და ხშირ შემთხვევაში ბრუნდებიან გამარჯვებულებს. ეს კარგი რაც არის და დამწყებ მომღერლებს ვურჩევ ერთადერთ რამეს, ანუ ასაკი და გამოცდილება თავისაშვება. პროექტმა შეიძლება მოგცეს უცებ აი უზომოდ დიდი პოპულარობა, გაიღვიძო დილით, აი ყველა შენ შემოგწკერის, ყველას უყვარხარ, ამის სწორად მართვა. არ აცდე იმ ლეველს, რაც საჭიროა და ეს მიიღო ისე ადეკვატურად. სხვა შემთხვევაში ძალიან მწარია კრახი, ანუ ბარდნა. ძალიან მალევე შეიძლება მიაღწიო პიქს და არასათანადო მოქცევის შემთხვევაში ხვდები ხო რასაც გულისხმობ. კი, მივხვდი და მართლა ძალიან საჭირო არა ერთი და ორი არ მინა, ანუ ძალიან ცოტა მინახია ვინამაც შეძლო რომ აი ამ უცებ პოპულარობას გაუძლო და აიტანა და ადეკვატურად მიიღო და კი, მივხვდი ზუსტად. სხვა შემთხვევაში ხო ეგ არის მეტი არაფერი, იმიტომ რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი რჩევაა ჩემი მხრიდან და გააგრძელონ მიყვნენ არასოდეს არ უნდა იფიქრო რომ მე ჩემ მაქსიმუმს მივაღწია. აი სადაც მაგასი ფიქრები თავდება ყველაფერი აბსოლუტურად. ძალიან საინტერესო რჩევა და ვფიქრობ რომ და იმედია რომ ბევრი დამწყები მომღერალი გვიყურებს და გაითვალისწინებენ. ვინ ან რა გაძლევთ ყველაზე დიდ შთაგონებას? საინტერესო კითხვაა და პასუხიც ახლა მივიღე სამწუხაროდ ხო, სამწუხაროდ, იმიტომ რომ არასოდეს არ მიფიქრია რომ ყავდა ვინმე ინსპირაციის წყარო, შთაგონება. მამის და ბების გარდაცვალების შემდეგ მივხვდი რომ ეს ორი ადამიანი ძალიან მუშაობდა და მოქმედებდა ამ ყველაფერზე. ანუ მეტი სტიმული იმისთვის რომ აი რაღაცა მეტი გამეკეთებინა, მეტი მემუშავა, რომ ამათი შეფასება და რეაქცია მიმევა. რეალურად შესაბამისად გამოდის რომ ძალიან დიდი მამოტივირებელი ძალა იყვნენ ჩემთვის, მაგრამ ნუ პასუხი გაეცა ეხლა, მანამდე არასოდეს არ ვიცოდი რა იყო, უბრალოდ მიყვებოდი დინებას. ვფიქრობ ყველას ყავს ცხოვრებაში მისი მოტივაციის წყარო, მაგრამ ნუ ამას ან ადრე ხვდები, ან გვიან ხვდები. ან გვიან ხვდები, ხო, კი. თავარია უპასუხოდ არ დარჩა, მაგრამ ნუ როგორ დაემეორე თალკი ამბავი. ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ბევრს დაინტერესებს, როგორი არის თქვენი ყოველდღიური ცხოვრება სცენის მიღმა. ჩემ ყოველდღიური ცხოვრება სცენის მიღმა, ახლა რომ დავიწყო იმაზე საუბარი, როგორც ხდება ხოლმე, რომ დიდი ღვიძე ამ დროს ვაკეთებ ამას, თუ აი რა იმდენად არეული რეჟიმით ვარ წარმოდგენილი, იმიტომ რომ თუ წინ კონცერტი მაქვს რაღაცა ჩემი რიტუალი, რომ ვემზადები, ნაკლებად გადავღვლი საკუთარ თავს, მშვიდად წყნარად წინა დღეზე მაქვს ლაპარაკი. სხვა შემთხვევაში სამსახური აუცილებლად ჩემი ენერგიის წყარო არის ჩემი ოჯახი, ოჯახთან გატარებული დედმამიშვილები საკმაოდ ბევრი ვართ. ურთიერთობა, მეგობრები
ანუ ეს ყველაფერი რა დროს თავისუფალი სადაც მაქვს, ყოველთვის ვდებ ამ მეგობრებში და ოჯახის წევრებში. რა არის თქვენთვის წარმატება? წარმატებას აქვს წარმატება შეიძლება იყოს ის როგორი ყარი იღვიძებ და უცებ ძალიან ბევრი არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ უკვე რაღაც წარმატებას მიაღწია. არის წარმატება, რომელიც არის ჯილდო შენი შრომის. კი. აი რაღაცა პერიოდი წვალობ, შრომობ, ვარდები, კიდე დგები, კიდე წვალობ, კიდე ეს არის ჩემთვის წარმატება. შენი შრომის ნაყოფი, ანუ რაღაცა უკუ დაბრუნებული ენერგია და რეალურად რაც პირველი ახსენეთ, ეგ ახლანდელ სამყაროში მარტივია ძალიან მარტივია. ერთ რაღაცას იზამ, თუნდაც უმნიშვნელოს და უცებ მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო გაგიცნობს. ეს ძალიან მარტივია და აი ეგ ალბათ ფასიც ცოტა ნაკლები. ცოტა ნაკლები. იცი რატო აქვს ფასი ნაკლები? მოდი უნდა ვთქვა ის მომენტი, რომ ამ განსხვავებას ტექნოლოგიურ განვითარებას სოციალურ გზელსა და იმ პერიოდში, ანუ ძალიან დიდი ეს არის რა, მეტი შრომა გიწევდა, რომ ვიღაცა შენთვის თუნდაც ეთერი დაეთმო. და ეს იყო უკვე რაღაცა, ეხა რეალურად ეთერი გაქვს, ჯიბით ვატარებთ. კი. ნამდვილად. ეხა ღირებული უნდა იყოს ის ეთერი გაქვს. რას აკეთებ ღირებულს? თუნდაც კონტენტი გააკეთო, იყოს ვიღაცისგან განსხვავებული შემეცნებითი ძალიან იშვიათია. ყველა ერთნაირი არის ეს და ნუ ამით ამას ჭირდება რეალურად ძალიან კაი რამეა. კი. ანუ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, გუშინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობთ სხვათა შორის ამ სანდრო კურცხალის. შენ მართავ შენ წარმატებას, აი ამების მართავ შენ წარმატებას, კი და აუცილებელია უკვე რაღაცა დოზით ჩართვა ამ ყველაფერში, რა აღარ იყო მაყურებელი და იმოქმედო ცოტა სხვანაირად. ხო არ გაქვთ რაიმე სპეციალური რიტუალი ჩაწერის ან კონცერტის წინ? არაფერი მაგ დაგვარი, უბრალოდ მინდა შვიდ გარემოში ყოფნა, ნაკლებად შვიდად მომზადება, იქ რას ვიცმე, რას ვაკეთებ, გამღერება. მეტი არაფერი. არაფერი განსხვავებული ასე. განსხვავებული არა, საკებია. რომელია თქვენთვის პირადი სიმღერა და რატო? პირადი სიმღერა ეს ამოჩემებული არ მქონდა არასდროს. და კიდევ იმას აი გამოცდილების შემდეგ ამ სიმღერამ მიიღო სხვა დატვირთვა. რეალურად რა დატვირთვაც აქვს? You Raise Me Up, ჯორჯ გრობანის. შობელზეა ეს სიმღერა და აი მამის შემდეგ უკვე რეალურად გახდა პირადი. თუმცა მღეროდი მანამდე როგორც უბრალოდ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას. როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე? ჯანსაღი კრიტიკა არის ჩემთვის აუცილებელი. ჯანსაღი კრიტიკა იმ ადამიანისგან, ვისაც აქვს უფლება, აი მე კონკრეტულ მომენტში კრიტიკა მირჩიოს, ან მითხრას რამე, ან მივიღებ პირიქით სიხარულით. და კრიტიკასაც აქვს თავისი ფორმა. ნამდვილად ეს უნდა იყოს შემთხვევაში ჩემთვის არანაირი რეაქცია არ მაქვს. თუ ჩემთვის ადამიანი არ არის ღირებული, რა თქმა უნდა შესაბამისად მისი კრიტიკაც ჩემთვის გაუფასურებულია. არაერთხელ მგარხართ სცენაზე და ძალიან საინტერესოა გქონიათ თუ არა რაიმე უხერხული სიტუაცია. ამკი უხერხული, ნაკლებად უხერხული იყო. ჩემთვის კი სასაცილო იყო ერთი. მახსოვს ჯეოსტარის ქართული სტური იყო. და ნუ გვეცვა ყველას ნაციონალური ფორმა ჩოხა ხალხო. ჩემი ფეხსაცმლის ზომა რატომღაც გააკრა და ვერ მოიძია ვერსად. და მეცვა სამი ზომით მოკლე ფეხსაცმელი და ეს მქონდა, ანუ ძალიან ცუდღეში ვიყავი, თვალებიდან ცხენლები მომდიოდა მარტო იმიტომ რომ ფეხსაცმელი მიჭერდა. ეს მარტო თქვენ შეამჩნევთ ამას. ხო, არა, მე შევამჩნიე, უბრალოდ ალბათ სავარაუდო სახეზეც მეტყობა რომ სიმწრის გამღეროდი. გასაგებია. როგორ გინდათ რომ დაგიმახსოვროთ ხალხმა როგორც არტისტი, თუ როგორც ადამიანი? როგორც ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით რის, ანუ ეხლა რაღაც გამოდის რომ ცოტა უკამფრთები მებხანება თუ რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ არა. უბრალოდ ანუ თუ ელემენტარული
რის გამოც ქვია ადამიანი იყო ამ ყველაფრის მატარებელი რეალურად, რაც ცოტა დეფიციტში გადის უკვე ნელ-ნელა. მე მირჩევნია ვიყო დავრჩი ადამიანად, ვიდრე დანარჩენი სხვა რეგალიები. ამას ყოველთვის მივახცევ თუ მუსიკოსები იბადებიან თუ მუსიკოსებად ყალიბდებიან? უფრო იბადებიან. მაგრამ მარტო ეგეც არ არის საკმარისი. შეუწყო ხელი და აუცილებლად. თუმცა ის რაც აი რის გამოც მუსიკოსი გეწოდება, ეს ან გაკ, ან არა გაკ. ამიტომ შესაბამისად უფრო იბადებიან, ვიდრე შეიძლება განავითარო დანარჩენი სხვა რამე, მაგრამ ის შინაგანი რაც სჭირდება მუსიკოსს, თან დაყოლებით საქმე. გიფიქრია თოდესმე რომ მუსიკა შეიძლება თერაპიად იქცეს? მიფიქრია არა, მუსიკა ჩემთვის არის თერაპია. ყოველ შემთხვევაში რაღაც კონკრეტულ, არა მარტო ჩემთვის, ბევრისთვის არის თერაპია და ამას ბევრი თანხმდება. კი, ჩემთვისაც აი რომ მღერი რაღაცა ვიცლე. მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, აი ძალიან არა აქვს მნიშვნელობა. ერთგვარი კი არის მუსიკა ძალიან დიდი თერაპია. მუსიკაც საერთოდ ზოგადად ხელოვნება თერაპია. ხატვაც. კი. ყველაფერი. მადლობა ძალიან დიდი, ამომწურავი პასუხები იყო. თუმცა აქ არ სრულდება ჩვენი გადაცემა, გვაქვს არაფორმალური ნაწილიც, ბლიც კითხვები და ბლიც კითხვები ეთერში. დავიწყოთ ბანალურად, მაგრამ ნუ საინტერესოა მაინც მაყურებლისთვის საყვარელი ფილმი. ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ეს შემიძლია პოპკორნი მოვიმზადო, ვიჯდე და ვუყურო და სხვათა შორის ეკრანზე რა პროექტორზე მიყვარს ამის ყურება. აჰა, ზოგადად ფილმების თუ კონკრეტულად ამის? არა, ზოგადად მანია მჭირს, საძინებელში მაგ პროექტორი ახლა. ძალიან კარგი. ხო, მაგრამ ამ ფილმის განსაკუთრებით ნუ რაღაცა შავ-თეთრი რო არის. ცოტა ძველებური რაღაცა. საყვარელი წიგნი. მოდი გეტყვი რა, ისე პირველი ისეთი შთაბეჭდილება ჩემი შეგრძნება წიგნთან დაკავშირებით ბავშვობაში რაც იყო პირველი რაც განსაკუთრებულს რომ აი სათავგადასავლო ჩემი რეაქცია რაც იყო აი მე რო ვთქვა რომ ეხა ან ძალიან დიდ დროს უთმობ არც მიყვარს ამაზე ლაპარაკი ისე რომ აი გიждები ამ წიგნზე არა ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ ყველაფერში და ამაშიც გამონაკლისი არ იქნება ხო ნუ აი პირველი ეს შთაბეჭდილება რაც მოხდინა იყო ეგ რაც მახსოვს კარგი სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად გახასიათებთ არ მიყვარს ამ სიტყვის ძალიან ხშირად გამოყენება, იმიტომ რომ გაუფასურებულია უკვე თუ რაღაცა ზედმეტად იყენებენ ყველაფერში, მაგრამ მოდი ასე ვთქვი, დადებითი ენერგიის მატარებელი ადამიანი. კარგი. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდით? აი ეს ხოსი აზრობის კითხვა ის. ტელეპორტაცია. უცებ მე მოგინდებათ. აი, ძალიან. აჰა, გასაგებია. რა გახიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანში? ადრე მაგიზიანებდა, ეხლა აღარ მაგიზიანებს, ადამიანი როცა ცდილობს მისი აზრით, აი რაღაც თითქოს და გატყუებს, გიყენებს ამის ცდელობა რო აქვს, ეს ადრე ესე მივდიოდი რაღაცა. არა, ეხლა უკიმგით უყურებ. ანუ აღარც მაგიზიანებს. ზოგადად ფლიდი ადამიანები მაგიზიანებს, ორპირი ადამიანებზე. რომელ მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟთან ისურვებდით შეხვედრას? ეგ ჩემი საყვარელია, მულტფილმის იყოს. ჯაფარი ალადინიდან. ანუ ეს თვითონ ალადინი მულტფილმი მოგიხდებოდათ ჩემი აზრით რაღაცა ხო და ანუ მე მიყვარს ყოველთვის ანტიპერსონაჟები რა ანუ ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის ზოგადად არიან ხო არის ეგეთი არა ის რა რაღაც თავარი როლი არა ანუ ისედაც მგონია რომ ისედაც მომხდებოდა რომ ჯაფარი რასაც მიუზიკლში რო დაიდგა სადმე სიამოვნებით თამაში ეგ შეიძლება მაგრამ ეხლა რაღაც ფერებით და იმით უცებ აღგიქვით მაგ მულტფილმის წევრად ძალიან მადლობა ხომ ერთ დაკვირვები ხართ რომელ სიტყვას ან ფრაზას იყენებთ ყველაზე ხშირად ზოგადად მე მგონი თუ ჩართული ვარ ლაპარაკში ზოგადად ანუ ძალიან ხშირად იყენებ თუ რაღაცაზე
ლაპარაკობ, ან განვიხილავ ამ სიტყვას საკმაოდ ხშირად ვიყენებ, იმიტომ რომ ყურში გვხვდება უკვე. აი მე ესე არაფერი არ მომხდრია ყურში. არა ხო? არა, ესე არა. ერთადერთი რაც თქვენთან არის ზოგადად ადამიანები რო ამბობენ, ანუს რო იყენებენ ყველა იმაში. ხო, მე მგონია რომ ანუ არის ეხლა რაღაც არ მინდა რომ ისე გამოვიდეს. ანუ არის ფიქრის შუალების შევსება და ხშირად ფიქრი ხო რა. მაგას იყენებს ალბათ უმრავლესობა. კი, ანუ. კი, გეთანხმები, ანუ არის ხო. ჩემ შემთხვევაში რაღაცა ესე. არა, თქვენ შემთხვევაში არ არის ესე კონკრეტული არაფერი. თქვენი ნამღერი რომ იყოს ფერი, რა ფერად შეღებავთ? დააკავშირებით რა ფერს? მე ზოგადად მიყვარს აი არ ვიცი რა თბილი მწვანე. მეც. თბილი მწვანე და სახლშიც ინტერიერში ძალიან ხშირად მაქვს გამოყენებული და აი პასტელურ მწვანეს ცოტა ოდნავ მუქი. კი, რაღაც ესეთი ფერი. მე ზუსტად ეგ რაღაცა ხაკის ფერი. აი. ძალიან მიყვარს. კი. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ტექსტი, მელოდია თუ ემოცია? ზოგადად რაც ჩამოთვალე, რაღაცა რო შეიქმნას, ყველა ანუ მაგის გარეშე არ გამო, ყველა მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე მჭირდა ერთი სცენი. რაღაც მომენტში კარგია, რაღაც მომენტში ცუდია. ტექსტების და ჩემი ურთიერთობა. ქართული თუ არის, ოკეი, არა, პრობლემა არ არის, მაგრამ უცხოენოვანი ტექსტი იყო ძალიან რთული. ნუ მანამდე. თუმცა რო შემშლოდა, არ დავიბნეობდი, რაღაცას მოვიფიქრებდი და გადავაკეთებდი და რაღაცას აუცარი გიჩერდი. კი, ხო, და ერთხელ მახსოვს რეპეტიცია იყო ჩემს და ქალბატონმა მარინა ბერიდემ დამიძახა და მეკითხა, აქ რა წერია არ მოგწონს, იმიტომ საერთოდ სხვა რაღაცა რეპეტიციაზე. იყო ეგეც კი. აჰა, გასაგებია. სამივე მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ დასაწყისში ამაზე არ ფიქრობ, დასაწყისში უყურებ ტექნიკურ მხარეს, როგორ გავიღო ეს ნოტი, ის გავაკეთო, არიქა ყველაფერი სუფთად იყო. ხო და რჩება ცარიელი სიმღერა. ტექსტი გააზრებული, რაზე მღერი, ემოცია, ბევრ რამეს ყველაფერს მნიშვნელობა. გასაგებია. და ბოლო კითხვა. ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეთ, პირველი რას ეტყობთ, ან რას კითხავთ? თელი ინტერვიუს განმავლობაში დამაფიქრა. არაფერს არ ვკითხავდი, მადლობას ვეთყოდი. კი, მეც ალბათ. მადლობას ვეთყოდი იმ გამოცდილებისთვის, რასაც გავდივარ აქ. დანარჩენი კითხვები არ მაქვს. ანუ იმიტომ რომ მაშინ რაღაცა უცებ ალბათ კითხვა ხო, ანუ რაღაცა ისეთი ამბავი გამოდის. მადლობა და მორჩა. არა მაქვს არანაირი კითხვა. მე მგონი საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა. მეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უდიდესი ნიჭი გაქვს. ძალიან დიდი ნიჭი გაქვს. ახლა ისე გავიდა ეს დრო, რამდენი ხანია ვზევართ ხო, ლაპარაკობ. არც მივიდეთ არ დისკომფორტი, არაფერი პირიქით. კიდევ ერთი ამდენსაც გავჩერდებოდი. ეგრე მართლა ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უდიდეს წარმატებას გისურვებთ. წინსვლას, რა თქმა უნდა, არასდროს არ ჩერდებით და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგუხსნით დროს. მადლობა მოწვევით.